ონკოპაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. შეხვედრა პაციენტებსა და მიხეილ სარჯოლაძის შორის გუშინ გაიმართა. ადამიანების სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებსა და მკურნალობაზე დაწესებული ლიმიტის გაუქმებას ითხოვენ. კითხვებზე პასუხის ნაცვლად მინისტრი ონკოპაციენტებს დაუპირისპირდა და ყვირილის ფონზე სთხოვდა, რომ მისი კრიტიკა მედიაში შეეწყვიტათ. რა შედეგი დასრულდა ხმაურიანის შეხვედრა, რით უპასუხა სარჯოლაძემ პაციენტების მოთხოვნას. ნინო ჟიჟიაშვილი ჩაგურთება პირდაპირ ეთერში, გისმენინო. Keti, მომხდართან დაკავშირებით განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯოლაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის სამინისტროში, სწორედ იმისთვის, რომ ონკოპაციენტების ბრალდებებისთვის ეპასუხა. ეს შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ გაიმართა, მიხეილ სარჯოლაძეს ხვდებოდნენ ონკოპაციენტები. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ონკოპაციენტები ყვებოდნენ, რომ მინისტრი მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა, უფრო კონკრეტულად კი მიხეილ სარჯოლაძემ მათ უყვირა, არადა ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ უმძიმესი დიაგნოზის მქონე პაციენტები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ მედიკამენტები, რომლებსაც ვერ იღებენ. მინისტრის პოზიცია იყო ის, რომ მას აღიზიანებდა ამ ადამიანების აქტიურობა მედიაში, აღიზიანებდა, რომ ისინი ქუჩაში გამოხატავდნენ პროტესტს და ასე ითხოვდნენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებსა და მედიკამენტებს. დღეს მიხეილ სარჯოლაძემ გამართა ბრიფინგი ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, მინისტრი უარყოფს ამ გავრცელებულ ინფორმაციას. ის ამბობს, რომ მსგავსი საუბრის საბაბი მას არასდროს არავისთვის არ მიუწია, მით უმეტეს პაციენტებისთვის და ღია კარის მტვრევა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. ბატონმა მიხეილმა თავი ვერ შეიკავა იმის გამო, რომ თქვენ მაკრიტიკებთ ტელევიზიებთანო, ამბობთ, რომ მიხეილ სარჯოლაძე არაფერს არ აკეთებსო და ხმას აუწია ონკოპაციენტებთან. კონკრეტული თარიღი თუ როდის მოხდება ეს ცვლილებები, როდის გვექნება ჩვენ პირობები გაუმჯობესებული, ამაზე საერთოდ არაფერი არ უთქვამს და მისმა აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჩვენ დაგვარწმუნა იმაში, რომ მხოლოდ პროტესტის დროს არის ის ადამიანი მობიერი, დანარჩენ შემთხვევაში ის ცდილობს ჩვენ გაჩუმებას აგრესიით და ყვირილით. თქვენიო თემა არ უნდა იყოს პოპულარულიო. რომ კითხე რატო არ უნდა იყოს პოპულარული? რომ ყველა ნიუსებშიო თქვენი სახეებიო, თქვენ საუბრობთო და თანო მლანძღავთო. პროტესტი აწუხებს ამ ადამიანს და ზოგადად ქვეყანასაც აწუხებს და ასე ვფიქრობ, ერთ დღეს ხო არ გავწყდეთ ყველა ონკოპაციენტი, რომ შვიდად იმუშაონ ამათმა და რაზე უნდა იმუშაონ, თუ ჩემს უფლებებს არ დაიცავენ, ჩემს ჯანმრთელობაზე არ იზრუნებენ, რისთვის მჭირდება მაშინ ჯანდაცვის მინისტრი და რაში ვუხდი მას მე იმხელა ხელფას და მის ბიუროკრატიას კიდე რაში ვუხდი ხელფას. და ყველაზე ცუდი რა არის? მე ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელი ვარ. მე არ ვიცი ხა ხვალ რა მელოდება. მე მესმის, რომ შესაძლებელია ჯანდაცვის ბიუჯეტი უკიდეგანო არ იყოს, მაგრამ მინიმუმ ხო შესაძლებელია ემპათია გამოიჩინოს სისტემამ, ემპათია გამოიჩინოს მინისტრმა და დაინტერესდეს წვავედ გადასაჭრელი პრობლემებით, რომელიც დღეს და ხვალ არის მოსაგვარებელი და ვერანაირად ვერ მოითმეს თვეების მანძილზე. იმ სამინისტროს პერიოდშიც იყო ძალიან არეული და ქაოტური მდგომარეობა და ახლა კიდევ უარესი სიტუაცია, საერთოდ ვერ ერკვევიან რა ხდება ფარმა ბიზნესთან მიმართებაში, ამ წამლებთან მიმართებაში, რომელიც ამ ონკოპაციენტებს ეკუთვნით და ზოგადად პროცესის მართვასთან მიმართებაში. არც ერთ პაციენტთან კომუნიკაციის და მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არ შემეშლება არც ამიერიდან. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის არც სოფხედველობით და არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არავისთვის მიმიცია არასდროს. არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა, საჭიროება ან პეტიციისა, ან გარკვეული აქციების ჩატარებისა და ასე შემდეგ, ობიექტურად სამინისტროსა და პაციენტ შორის ურთიერთობაში ობიექტურად არ იარსებებს. ონკოპაციენტების პოზიცია არის ძალიან მკაფიო, როგორც ისინი ამბობენ, მათ უბრალოდ არ აქვთ დამატებითი დრო, რომ ეს დრო მისცენ ჯანდაცვის მინისტრს და ელოდონ, როდის დაიწყებს ის მათ პრობლემებზე მუშაობას, რადგან ეს მედიკამენტები და სერვისები მათ ახლა სასიცოცხლოდ სჭირდებათ. უკვე 2 თვეა ისინი უწყვეტ პროტესტს მიმართავენ და აპირებენ ამ პროტესტის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ ახალ ჯანდაცვის მინისტრს ეს არ მოსწონს და როგორც ონკოპაციენტები გვიყვებიან, მათ პირადად ირაკლი კობახიძისგან მიიღეს დაპირება, რომ მიხეილ სარჯოლაძე ამ პრობლემებს გადაჭრიდა და შესაბამისად ახლა ისინი პასუხისმგებლობას სწორედ ჯანდაცვის მინისტრს აკისრებენ.